რა გვინდა ცისფერობა გვინდა? გინდა თანამშრომლებო ცისფერიშვილები? გინდა პიდარასტები საქართველოში? დაიცავით მაშინ, დაიცავით. ყველა ჩვენთაგანი, იმიტომ რომ თუ ეს მიხეილ სააკაშვილმა გადაიტანა, ყველანი აღმოჩნდებით ციხეში. ყველას დაგვიჭერენ გეუბნებით. ყველა გამზადებულია, ყველა წინაპირობა, ყველა აქციაზე მოწყობილი, ყველა აქციაზე გამოსვლელი წავა ციხეში პირადად. ჩემს მანქანას, ჩემს სახლთან მე არ მინდა ეს თავზე მოვახვიო. მით უმეტეს ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი ცოლი-ძმა ყუდის უფროსია და დღეს მე ის დასაჭერად დამდევს. ძმაკაცები დაგვაკარგინეს. თანამშრომლებო, პოლიციის თანამშრომლებო, გთხოვ, ჩემო ძმებო, ეს გიჟი კაცი კარგს არ მოგვიტანს და გეუბნებით. დაგვიბრუნდება ძალიან ცუდად ჩვენ შვილებზე, ჩვენს ქვეყანაზე და ნუ შეხვდეთ რა, ნიმ მოღალატე მე პირადად მართლა ღვთის წინაშე ვიძახი და ჩემს ლაზარეს გეფიცებით, თავს შემოვაკლავთ. კი არ შევაგინოთ, გეუბნებით, ნუ გიკვირთ პირველი არხი. სულ ის რა ქვია, ორიენტაცია შეცვლილ ხალხზე ლაპარაკობს იმედი. რატო გიკვირთ, რომ ქართველ ხალხს რეაქცია თქვენთან ხალხო? თქვენ როგორი გვერდში დგომა და მეგობრობა იცით, ეს მაშინ დამტკიცდა. როგორ დაუდექით თქვენ იმედელებო ბადრი ბადარგაციშვილს, როგორ დაუდექით თქვენ ჟურნალისტებს, როდესაც წიხლის ქვეშ ყავდათ გაგდებული. აი ეს მეგობრობა იცით და ნუ გიკვირთ რა, ნუ გამომიხედით დიდი ვაჟკაცები. ეს საქართველო თქვენიც არის და ნებაიბოძოთ მოდექით და დადექით და ხალხთან რა დროს ის არის თქვენ აი ხალხო ნელ-ნელა სიარული და ნაბიჯ სიარული. ვინ ახართ სადმი, ვისაც მენტალიტეტის შეცვლა გინდათ, იყავით 10-იანებში და 80-იანებში. მოდით ჩვენთან ვისაც ქართველობა გინდათ. მე გეუბნებით ერთი კაციც რო დავრჩე, თქვენთან უკან დამხევის დედაც უატირე, გენაცვალეთ. მრავალთა ეს არის და 26 მაისში როგორც ციაგარ სახურდიას და მერაბ კოსტავას უდოდა ისეთი კათენებული იყო საქართველოში. გენაცვალეთ, გაიხარეთ ყველა.